ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს ეწვივნენ და მოხალისეების სიმბოლური მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. ღონისძიება ორგანიზაციის ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მიერ ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, რუსთავის, გომბორისა და ლაგოდეხის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ბანაკი უზრუნველყოფილია კომფორტული საცხოვრებლებით, სამჯერადი კვებით 24 საათიანი სამედიცინო ბრიგადით. ტერიტორიის ვიდეო მონიტორინგით, უფასო ინტერნეტითა და ტრანსპორტირებით. გომბორის მოხალისეთა სასწავლო ცენტრი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. აღნიშნული კურსი საკმაოდ აქტიურ სასწავლო საველე მომზადებას გადის, უშუალოდ ჩვენი თავდაცვის სამინისტროს და ინსტრუქტორების ზედამხედველობის ქვეშ. სხვადასხვა რეგიონებიდან, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებიდან წამოყვანილია, ჩამობრძანებულია ახალგაზრდათა შემადგენლობა, რომელიც ესწრება ამ კურსს. დღევანდელი დღემდე 2000-ზე მეტმა მოხალისემ გაიარა აღნიშნული კურსი. დღეს გომბორის მოსამზადებელ ცენტრში გაიმართა სკოლებს შორის შეჯიბრი, სადაც გამოვლინდა საუკეთესო, თუმცა საუკეთესო გამოვლინდა არ შეიძლება მოხდეს, ვინაიდან გაიმარჯვა თითოეულმა მონაწილემ. მე განსაკუთრებულ მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს, ასევე განსაკუთრებულ მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო რწმუნებთ კახეთის რეგიონში ბატონი გიორგი ალადაშვილს, საგარეჯოს მერს ბატონი ავთანდილ გულიკაშვილს და ასევე თითოეულ მოწვეულ სტუმარ და მონაწილეს. ძალიან მომწონს მოხალისეთა მომზადების პროგრამა, ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. ბევრი ამხანაგი თუ მეგობარი შევიძინა და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ინსტრუქტორს და იმ ადამიანს, რომელიც ამ საქმეში არის ჩართული.